ახალი საქალაქთაშორისო ხაზი რუსთავში. ამირიდან მუნიციპალური ავტობუსები თბილისის მიმართულებით ჭყონდიდელის უბნიდან იმოძრავებენ. პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. საქართველოს მთავრობის დახმარებით რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რომელიც 4 სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდა. რუსთავსა და თბილისს შორის ყოველდღიურად დაახლოებით 30,000 ადამიანი მგზავრობს. მუნიციპალური ტრანსპორტის თითოეული მიმართულება რუსთაველების ინტერესების და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით არის შედგენილი. რუსთავის მერის გუნდმა დავასრულეთ სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი. დღეს კიდევ ერთი ახალი მიმართულება ივლისს უკვე ჭყონდიდელის უბნიდან. პირველად არის ისტორიაში, რომ ამ უბნიდან ახალგაზრდებს განსაკუთრებით ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ თბილისში სასწავლებლად მოხვდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული რუსთაველისთვის თბილისი რუსთავის მიმართულებით გადაადგილება. სერვისები, რომლებსაც რუსთავის ტრანსპორტი გთავაზობს თბილისის მიმართულებით, მეტად ხელსაყრელია რუსთაველის სტუდენტებისთვის ის მიმართულებები, რომლებიც დაიგეგმა, საკმაოდ ეხმარება მგზავრთა ნაკადის გადაადგილებას და სტუდენტებისთვის ბევრად კომფორტულ გარემოში ხდება უკვე ეს პროცესი.